გამიყავი რა. Mi-am cumpărat un bidon. Hei! Hei! Vrei? Da. Adică, dă-i și mie. Mulțumesc. Alem? ავროლაკი არ გაქვს? Făcut, să mori. ერთი ბოთლი ვიყიდე. Că prerești la mine. ვიღაცას 800 ამოვნა. Așa m-am hrănit de tine, nu? რამდენად? გაფიცებ მითხარე. Zim! ნუ მაიგნორებ, ყურში მითხარე. O felie. ახე რა ვიყიდე. შენ არ გშია? Nu. Nu mănânci? Ia მიდი mănânci. ალექს. არ მინდა არა. Mă controlez. Acum. რუმინული აპოკალიფსი. აი ბრიუსლი. გვირაბების მეფე. ბრიუსლი სუპერგმირი. სულ ავროლაკით არის შეღებილი. პირველად რომ ნახე, შემეშინდა. მე რა მკითხა, გინდა ჩემი ბავშვი გახდე? მამა ბრიუსლი. მამა ბრიუსლიმ კანონგარეშე შემარქვა. ასე მეძახის. წამოდი. აქ მნიშვნელობა არ აქვს ბოშა ხარ თუ რუმინელი. გვირაბში ყველათანა სწორია. ახალგაზრდა მოხუცი, ბავშვები, ძაღლები, კატები, ტარაკნებიც კი. ბრიუსლიმ ავროლაკით შეიღება თავი. მოსწონს. როდესაც ასე არ იყო, მისთვისაც უკეთესი იყო და ჩვენთვისაც. კიდევ გჭირდება საღებავი? ო, ცოტა კიდევ მჭირდება. ის ცდილობდა ჩვენთვის სახლი შეექმნა. ეს და ეს თეთრი, ესეც თეთრი. ეს ჭერისთვისაა და ეს კედლებისთვის. ის გვიცავდა, რომ სხვებს არ ვეცემეთ. სხვაგან არ წავეყვანეთ. ცხოვრება მაგარი იყო. თuliდი რომ ეს ჩემი სახლი იყო და ჩემი ოჯახი. ჩანგალი. ზოგჯერ ის ნორმალურია და ზოგჯერ შეღებილი. მე წინასწარმეტყველი ვარ, ყველაფერს ხედავ. წინასწარ ვიცი რა უნდა მოხდეს. კინაღამ მოუკვდი ამ ავროლაკისგან. ეს არის მშვიდობის უკანასკნელი მაცნე. მაიკლ ჯექსონი. ეს მშვიდობის უკანასკნელი მაცნე იყო დედამიწაზე. ღმერთს ყველა რელიგია უყვარს. ის ორჯერ ჩავარდა კომაში ავროლაკის გამო. მაიკლ ჯექსონი მშვიდობის უკანასკნელი მაცნე იყო. ღმერთს ხომ ყველა რელიგია უყვარს. მეც წავისვი ავროლაკი თავზე ერთხელ. მთლიანად წავისვი და კინაღამ დამეწვა კანი. კაიფში ვიყავი. მთელი ღამე ხესთან მეძინა. Și în același timp îți trimit și răsplata. Eu sunt un fiu al tunetului, al războiului. Sunt ultimul
წლები გადიოდა და გვირაბებში ცხოვრება აუტანელი იყო. ბრიუსმა მიწის ზედაპირზე ააშენა თავშესაფარი. სასტუმრო უსახლკაროებისთვის. იქ უფრო ბევრი ხალხი მოვიდა. კარგი და ცუდი. მამა, ცოტა ავროლაქს მომცემ? მამა, ცოტა მომეცი რა. მამა, ცოტა ავროლაკი მომეცი. გამომართვე. შეხედეთ რა საკეთებს ეს ტიპი. კიდევ ერთხელ თუ გაიკეთებ მოკლავ. აქედან გაეთრიე თორემ გაგლახავ. ბიჭებს მოვიყვან და გცემენ. კარგი დამშვიდე. ნუ ყარეჩხუბები. პოლიცია ყოველდღე მოდიოდა. პოლიცია? ის ტიპი გააღვიძეთ. თავიდანებე წავიდეთ. არა, აქედან გავაგდოთ. მერე სად უნდა წავიდნენ? ბრიუსლი ყოველთვის იქ ჩნდებოდა, სადაც საჭირო იყო. ამას ვიყიდეთ. ეს უსახლკარო ხალხისთვის მინდა ვიყიდო. ამაზე დიდხანს ვფიქრობდი. ოთახში დავიძინებთ, მაგრამ ის ჩვენი იქნება. სხვა არავისი. ეს შენობა სულ ჩვენია. ხო. ეს შენობა ჩვენი გახდება. ჩვენი შენობა იქნება. იცი რა ეღირება? 2 მილიონი ევრო. ძალიან კარგად მახსოვს. ის მიტოვებული სასტუმრო. საკუთარ სახლად მიმაჩნდა. ჩემს მომავალ სახლად. სადაც ერთად ვიქნებოდით, როგორც ერთიანი ოჯახი. ერთი ოჯახი, მამასთან ერთად. ალოკო უყვარს. დაიკარგი აქედან. ამშორდი. ეს კაცი სამართლით მუშაობს. რამეს დამიშავებს და მაგრად გცემ. ახლა ჩვენ გვირაბებში ვცხოვრობთ. მაგრამ ფული რომ გვექნება, ყველა უსახლკაროს დავაბინავებთ. ამას აქ ჩავდებ, კარგი? გარკვეული თანხა შევაგროვოთ. და მხოლოდ რამდენიმე ჩვენგან მაიცოდა სად იყო. ფული. 5 ლეი. ფული. ყველაფერი კარგად მიდის. ბრუსლიმ ყველაფერი იცის.
და ყველა იცნობს ბრუსლის. მიწის ქვეშ და მიწის ზემოთ მცხოვრები ხალხი. ის ექსცენტრიკოსია, რომელსაც ყველა ფრთხილად ებყრობა. მხოლოდ მისთვის ამოდის ხალხი მიწის ქვეშიდან. ნორმალურ ადამიანებსა და მათ შორის განსხვავება დიდი არ არის. ერთი და იგივე მისწრაფებები გვაქვს, ერთი და იგივე ფიქრები. ის კვირაში რამდენჯერმე მოდის, ბოლო 3 წელია და საჭმელი მოაქვს. ყველაფერს, რაც მას მოაქვს, მიწისქვეშა ხალხი სიამოვნებით იღებს. მამა, ეს ყველაფერი ჩემით გავაკეთე. ნახე. 3 მილიონი. საუკეთესო ხარ. ეძინება. წამოდი დავბოლდეთ კოსტელ. მეც მეძინება. ახლა ძალიან დაღლილი ვარ. მეც ჩვეულებრივი ბავშვი ვარ. უბრალოდ ღმერთი არ დამეხმარა. იმიტომ რომ სხვა ბავშვებით იყო დაკავებული. ფიქრობ, ყველა ადამიანს ყავს საკუთარი ანგელოზი. რა ლუკა უცხო ადამიანი იყო. მაგრამ როდესაც მის კარზე დავაკაკუნე, ხელი გამომიწოდა და ხელში ამიყვანა. მან შემიფარა. უბრალოდ სისხლის ანალიზი? უბრალოდ სისხლის ანალიზი. კარგი. ნიკო გეძინება? რიუსი სად არის? თქვენ და თქვენი სამკაულები. 39 და 1, ისევ მაღალია. რა? ისევ მაღალი სიცხეა. არ არის მაღალი. მითხრა გლინადან ვარო, ძმები მყავსო, მაგრამ მე მისი არ მჯერა. კიდევ მითხრა ერთი დამყავს ბავშვთა სახლ პინოქიოშიო. მაგრამ იქ მითხრეს, რომ ამას იქ არავინ ყოლია. ერთი მყავდა, იტყუებიან. რატომ უნდა მოიტყუონ? თუ იქ მიხვალთ, მხოლოდ ვირთხებს ნახავთ. აბა მითხარი ვაჟკაცო, რა გაწუხებს? არაფერი. უბრალოდ ცოტა მტკივა. რას ნიშნავს ცოტა მტკივა? 39 და 3. კარგი, ვნახოთ. არ გაინძრე? რა ქვია? მითხარე. ანგელუს კრისტიან ნიკუსორი. რა გვარი ხარ? ნიკუსორი. კარგი, ვნახოთ. ინფექცია გაქვს. არ გაინძრე. არ გაინძრე, დიდი ბიჭი ხარ. 16 წლის ხარ. აქ ტკივა? ახლა არა. კარგი, დამშვიდდი. დამშვიდდი. ყველაფერს მალე მორჩებით. ძალიან მტკივა. ტომრიდან სუნთქავს. ერთი წუთით. ეს ვენა ასე რატომ გამოიყურება? არასდროს გამოუყენებია. არ გამომიყენებია. შეუძლია იუსტინას რომ დარჩეს მორალური მხარდაჭერისთვის. არა, მაგრამ ჟესტებით და სხეულის ენით უხსნიან ერთმანეთს. Finish. Finish? Oh, finish. რამდენი ხანი დარჩა? ამ ტემპით? დიახ. მაქსიმუმ 2 თვე.
ესე იგი ორ თვეში მოკვდება. ორ თვეში მოკვდება არა? თუ არ დალევს რასაც ვაძლევთ, მოკვდება. ასეთი შემთხვევა ყოველთვის რთულია. სასწაულმოქმედი გამოსავალი არ არსებობს. არსებობს. ეს არის ოჯახი და სიყვარული. ისეთი ადგილის პოვნა, სადაც მასზე იზრუნებენ. მამა, შენი პატარა ბიჭი მოვიდა. ეს შენთვის შევინახე. ჩემთვის? გამომართვე. ჩემთვის არის? ხო. ნახე კიდევ ვინ მოვიდა შენ სანახავად. მიესალმე. გამარჯობა. შენ სანახავად მოვიდა. რა ლუკა შენი ზარები ძალიან შეაწუხე. ამდენს ნუ ურეკავ. კარგი? შიცი არ მაქვს, არა? ასეთი გამხდარი რატომ ხარ? გამხდარი არ ვარ. ძალიან გამხდარი ხარ. ნახე, ეს წყალქვეშა ნავებია. ეგრე დატოვა. ნახე, ერთი მუშაობს. გონი არ მუშაობს. შეხედე. მაგარია. წყალქვეშა ნავები. ძალიან საინტერესოა. მას არ ჭირდება ფული. 20 ლეი მივეცი. რამე რომ იყიდოს თავისთვის. რატომ აძლევ ისევ ფულს? უბრალოდ ჯიბის ფული რომ მქონდეს. ბევრი არ მიმიცია. ხალხი გვიყურებს ბრიუს. ერთხელ იქნება და გახრჩობ. გეფიცები. ამას ნუ უსმენ. ეს ფული შეინახე. მაგარია. პატარა ბრიუსი. ყველაფერი კარგად იქნება. მალე გამოკეთდები. აი ნახავ, ნიკუ. ტელეფონზე დავილაპარაკებთ. ტელეფონზე დავილაპარაკებთ. თუ არ დაიძინებ. კარგი? კარგი, კარგი. twini წაუღერეკვით. სულ ურეკავდი. 5 წუთს დავიცდიდი და ისევ ურეკავდი. საავადმყოფოდან რომ გავალ, ტომრიდან სუნთქვას თავს დავანებებ. აუცილებლად. ნიკუ, გაიღვიძე. რა დღეა? უკვე 4 შაბათია. რა ლუკა ჩემს სანახავად ყოველდღე მოდიოდა. საბოლოოდ ისევ გამოვკეცდი.
მივხვდი რომ ცუდად ვიყავი. აი, ინფექცია და ტუბერკულოზი. არასწორი გზით მივდიოდი. ჰეროინსაც მოვიხმარდი და კანონიერ წამლებსაც. ძალიან მომწონდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ სულ სხვა საკუთარ სამყაროში ვიყავი. სხვისი ნახმარი ნემსებით არასდროს ვიკეთებდი წამალს. მხოლოდ საკუთარით, როგორც ჩემი მეგობრები. ახლა ჩემი ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა. რა თქმა უნდა, მინდა დარჩენილი დღეები ნორმალური ცხოვრებით ვიცხოვრო. მინდა ვიგრძნო, რომ საკუთარი ცხოვრება განვლე. რა ლუკასთან დავრჩი. წარმოგიდგენიათ, იქ საკუთარი ოჯახი მქონდა. დამლაგებლად მაქციეს. ასე მოხდა. აქ ყველას უყვარდი. დილით რა ლუკამ გამაღვიძა და ჯერ ბოლომდე არ ვიყავი გამოფხიზრებული, რომ ნამცხვარი ჩამტენა პირში. საბოლოოდ დავჭკვიანდი. რკინიგზის სადგურს მოვშორდი. სიგარეტის მოწევას და ნარკოტიკებს თავი დავანებე. სკოლაში სიარული დავიწყე. დედამ მწვენია ამ ტანსაცვლით რომ დავდივარ. ხმა გაიკვინდე. ხვალ ჩაგაცმევ პიჯაკს და ჰალსტუხსაც გაგიკეთებ. ნიკუ, რა არის? მოდი აქ ბავშვები გაიცანი. ჩემი პირველი დღე სკოლაში ძალიან სასიამოვნო იყო. ეს პირველი დღეა სკოლაში. პირველი დღეა. პირველი დღე. რკინიგზის სადგური არა? რკინიგზის სადგური? არა, ლუკა. სადგურზე არა? კარგი? კარგი? სადგურზე. ბრიუსთან. ბრიუსმა იცოდა, რომ პოლიცია მიდიოდა მის დასაკავებლად. ეს გვირაბი ბუნკერია. ეუსტა.
ეს არის. როდესაც ნიღბიანი პოლიციელები მოვლენ. სანტებელას რომ აანთებენ, ხომ გესმის არა? ხდები აქ რა მოხდება? ამას გავხსნი. თუ ბევრი იქნებიან ნიღბიანები, ამას გავხსნი და შემდეგ სანტებელას აანთებ. კატალინას დაკრძალვაზე იყავი იგორ? საერთოდ აღარ მომიხმარია. ღმერთის წყალობით საბოლოოდ გადავაგდებ. თუ ვერ დავინახავ სხვები როგორ აკეთებენ ამას. წყალი უნდა დაუმატო. წყალი რა ჯანდაბად მინდა. თავზე უნდა დაიფარო. მოიცადე, ფოლგა. რა საკეთებ? მოიცადე? პარკითაც გამოვა. დამშვიდი. ფოლგა დაგჭირდება. ახრეთებს როგორ გავაკეთებ? ფოლგა მჭირდება. პარკით ამას ვერ გავაკეთებ. ფოლგა უნდა მოიტანო. შეხედე, ლაქები მემჩნევა. ჩემს თვალს შეხედე. მოიცადე. გაჩერდი არა? რა საკეთებ? მოიცადე. კარგი, დამშვიდი. პისტა ესაც უნდა. ცოტა ჩემგან აიღე. ნამდვილად სწორი გზა ავირჩიე. უბრალოდ რთული იყო. მეც მომეცი. დამაბოლებს. კარგი სუნი აქვს არა? ნამდვილად. შანელივით. ნიკო? სად მიდიხარ? ჩემი მეგობრები მივატოვა. კადრე უფრო სიმშვიდე იყო. ადექი რა. მიდი ადექი. ჩემთვის ვიყავი. ახლა კრიზისი გვაქვს და თქვენ ეს არ განაღლებთ. მე მანაღლებს. აპატიეთ. სტეფან, აქ პატიება არაფერ შუაშია. ძალიან ლამაზი ხარ იცი? ძალიან ლამაზი ხარ. მართლა? კარგი, ნიკო სად არის? აქ ვარ. გვირაბებში მივდივარ. ხო? ნიკო, ფრთხილად. ამდენი ხნის შემდეგ გვირაბებში ჩავედი.
მამა. როგორ ხარ? კარგად? კარგად. საჭმელს რას უმატებ? მითხარი. რა საყრი? ცხარე ციცაკაა. კარგი რა. ეგ არ ვიცი რა არის. შეიძლება ეს არ არის ის ადგილი, სადაც ყოფნა მინდა. ცოტა შევისუნთქე. 9 თვე არაც ეს არ გამომიცდია. კვირაბებში ვერ რჩებოდი. დიდი ხანია ეს არ გამომიცდია. რა ლუკა სად არის? რა ლუკა მოდი აქ. ო ბრიუს. მოდი აქ. მოდი. მონა რატომ გამოიყურება ასე ცუდად ბრიუს? მონა ზინავს. სულ ზინავს. სულ ასეა. არა, მონა კვდება. აშკარად კვდება. საავადმყოფოში მიდიხარ? ესე იგი საავადმყოფოში უნდა წავიყვანა? შეიძლება მხარზე თავი დაგატო. მონა, სად გეძინა? რა დედა? სად გეძინა? კვირაბში. ტუბერკულიოზი გაქვს მონა. ტუბერკულიოზი. სულ შენი ბრალია. ჩემი ბრალი რატომ არის? მე მაბრალებ? მე მათ არაფერს ვაძალებ. მე არ ვაჭრობ ნარკოტიკებით. მხოლოდ ავროლ აქვს ხიდი. გაყიდვა არ არის პრობლემა. პრობლემაა, რომ ეს არ განაღლებს. მე არ მანაღლებს? ეს ჩვენი ცხოვრებაა. არ გესმის, რომ ჩვენ ცხოვრობთ ამ ნაგავში? ბრიუსი იყო უბრალოდ არის როგორ თქვა იმას გულისხმობ რომ ცუდი ტიპი არ არის პირსახოცი გააქვს? კი გონია რომ ბრიუსლი მე მგავდა როცა პატარა იყო ახალგაზრდა და ცუდი ბიჭი იყო შეიძლება ჩემსავით ცუდი არ იყო ან ჩემზე უარესი იყო არ ვიცი ბრიუსლი მისი მეცახელია სინამდვილეში ფლორინი ქვია ჩემსავით ობოლი იყო არც დედა ყავდა და არც მამა
მაგარია. Ბოლო დროს მას უფრო დავშორდე. ადრე სხვანაირად იყო. წესები შეიცვალა. ბრიუსლი კარგი მამაა. უკან არ იხევს. თუ რამის გაკეთება უნდა აკეთებს. თუ კანონ გარეშე შემარქვა, ესე იგი, მებრძოლი უნდა ვიყო. გაჩერდი. შენ მითხარი რომ ცოლად გამომყვებოდი. გაჩერდი პისტია. ნიკუ, მარტო სახლში. მარტო სახლში. ყველაზე დიდხანს რამდენი ხანი ვიყავი აქ? სამნახევარი თვე. იუსტს რომ არ ეთქვა წამოვიყვანოთო. დამირეკა. რა ლუკა სათხარო. ნიკუს ავადმყოფოში უნდა წავიყვანოთ, იმიტომ რომ მაღალი ტემპერატურა აქვსო. არა. იუსტმა მოგიყვანა აქ. არა, ბრიუსმა მომიყვანა. არა ნიკუ. ბრიუსს არ მოუყვანი ხარ. ნიკუ ჩემი შვილია. მე ის ძალიან მიყვარს. მინდა რომ თავი დაანებოს რაღაც სისულელეების კეთებას. მინდა ბედნიერი იყოს. მინდა დაქორწინდეს. მაგრამ არა ბოშა გოგოზე. Dacă și Bruce Lee al României ar fi din București pentru prinderea lui Bruce Lee. Este vorba despre supranumitul Bruce Lee. Florin Hor a zis Bruce Lee să Police seized knives, stolen paintings and cash. Urmează ca aceștia să dea declarații în Sunt aici pe margine și se uită, ceilalți sunt în continuare. ეს ჩვენი პრობლემაა, ყველა რუმინელის პრობლემა. În cursul acestei zile, პოლიციის ოფიცრებმა და პროკურორებმა ჩაატარეს რეიდი, რათა შეეჩერებინათ ორგანიზებული ჯგუფის კრიმინალური ქმედებები და მაღალი რისკის ნარკოტიკების გავრცელება, რომლის წევრები გავრცელებენ A-კლასის ნარკოტიკებს. de mare risc și ar fi săvârșit mai multe infracțiuni judiciare. რომელიმე დაკავებულს სამედიცინო დახმარება ხომ არ სჭირდება? არა, ეს მხოლოდ წინასწარი ზომები იყო. ვინ არის ამ ორგანიზაციის ჯგუფის ლიდერი? მამაკაცის სახელად ბრიუს ლი? Este vizat მხოლოდ იმას გეტყვით, რომ დაკავებულია 41 წლის მამაკაცი. რამე ხომ არ იცი? არაფერი არ ვიცი. დააპატიმრეს. წლები გავიდა მას შემდეგ, რაც ბოლოს გამოვიდა ციხიდან. 7 თუ 8 წელი. ჩემი ბავშვობა. მე მის გვერდით გავიზარდე. ის იყო ჩემი ნუგეში. დედაც იყო ჩემთვის და მამაც. დედაც და მამაც. ბრიუს ლი. აღარ მინდა რომ კანონგარეშე მეძახონ. უკვე დიდი ვარ ამ მეცახელისთვის.
პატარა ბავშვი აღარ ვარ. მინდა რომ ნიკუ დამიძახონ. როდესაც ყველაფერი დასრულდა, თავშესაფარში წავედი. ახლა აქაურობას უფრო მკაცრი ტიპები ხელმძღვანელობენ. როდესაც გვირაბი დაკეტეს, ოფსე დააწერეს ბრიუს ლი. დიდი სასტუმრო, რომლის ყიდვაც ბრიუს ლის უნდოდა. არ ვიცი, სად წავიდა ის ფული. მის სეიფში მხოლოდ ერთი ვირთხა და 8 ცალი ლურს მანე იპოვეს. მალე 18 წლის გახდები. რა გინდა რომ გააკეთო ცხოვრებაში? მინდა საბუთები მოვაწესრიგო. გინდა შენი ნამდვილი მშობლები ნახო და აჩვენო რომ უკვე გაიზარდე. რომ დამოუკიდებელი ხარ. გინდა? მინდა. ნამდვილი მამა მინდა ვნახო. კარგი იქნება თუ ცუდი, თუნდაც ლოთი იყოს ის ჩემი მამა. აი აქ გამიტეხა თავი აგურით. თავში აგური ჩამარტყა. სულ გასიებული მქონდა. რამდენი წლის იყავი? პატარა ვიყავ. ასეთი სახიფათო ადგილია? ძალიან გთხოვ, შეწყვიტე მაგის სუნთქვა. თორემ მოგხვდება. მართალი ხარ. გთხოვ. მართალი ხარ დედა. მე ბავშვობა არ მქონია. ბავშვობა არ მქონია. ერთ მშვენიერ დღეს უსახლკარო ადამიანებთან ერთად გამეღვიძა. შენ მეგობრები გაიჩინე. ბევრი დედმა მყავს, ბევრი და-ძმა. ეს არის ჩემი ბოლო სიტყვები. სწორედ ეს მახსოვს. აქ მართლა ბედნიერად გვრცნობ თავს. წოვულებებს ვაწყობთ ხოლმე. ეს ჩემი სახლია. გახმოვანებულია მთავარ არხზე.